და მე გესმით, რომ ერთი, თქვათ, სახელს არ დავარქმევ, მაგალითი თქვათ, ერთი რაღაცა ჭიქას ყიდიდით მე დაშენდა ჩემი პარტნიორი, 10 კაცი. და თქვენ გაიგებთ, როცა ღარტაკები ვიყავით, ერთად ვიყავით და ერთმანეთს იმდენად პატივცემდით, რომ უკეთესი არ შეიძლებოდა. როცა ფული შემოგვივიდა, ეს ფული გასაყოფი რო შეიქმნა, მე კულუარებში დაიწყეს საუბარი, რომ მე ვაკეთებ და იმას რატომ მივცე, ან იმას მეტი აქვს და მე უფრო ნაკლები და საიდკენ მიდის ეს იზრდება მე შურისკენ. და ხო გაგიგიათ, ერთი ჭიქას ყიდი და ერთი კაცი და ახლა ყიდის 30. ყველა პარტნიორმა თავიანთვის გააკეთეს და ვერცეთი ვერ შეულოს ფულს, იმდენად დააგდეს ფასი ერთმანეთის ჯინაზე. ან ერთი ქირაობს ქილერს და კლავს მეორეს. თქვენ ბევრი ესეთი მაგალითი მოგისმენიათ და ბევრი წაგიკითხავთ. მე გეუბნებით გელა ბარკალაია, ყოველთვის ეცადეთ, რომ პარტნიორი არ ყავდეთ. მარტო შენ დაიწყე. სხვისგან ისწავლე და სხვისგან ნასწავლი შენ გამოიყენე. ჩვენ ხო ლუკასი არაფერი არ გვინდა. ჩემს ხელში ლუკასნაირმა გაიარა დაახლოებით 1000-მა, 2000-მა, 3000-მა. დუბაიში ვცხოვრობ 30 წელია. მე დუბაიში უფრო დაფასებული ვარ, ვიდრე საქართველოში. მე თურქეთში უფრო დაფასებული ვარ და დაფასებულია ჩემი შრომა, ვიდრე საქართველოში. ყველა ქვეყანაში უფრო დაფასებული ვარ, ვიდრე საქართველოში. პირველი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა არის პატარა დიდი ბიზნესისთვის, მაგრამ ამ პატარა ბიზნესაც უნდა მოერგო. ჩემი პირველი თხოვნაა. თუ დაიწყებ ძმაკასთან ბიზნესს, რასაც იშოვით შუაში გაიყავით და არასდროს ერთმანეთს ფულის გულისთვის არ უღალატოთ, თორე მე თქვენი შვილებიც ერთმანეთს გადაეკიდებიან და მოდის ეს მტრობა და მოდის. პირველი ბიზნესი უნდა დაიწყოთ ნოლიდან, არ შევცხვეთ შრომის და რაც გექნება, შენი იქნება ქემაინც. ზოგს ფას დაუკლებ, ზოგს მოუმატებ და ეს მოგცემ შენ იმის საშუალებას, რომ პარტნიორზე არასდროს არ გექნება შესაკითხი, რომ მე ამას დაუკლო თუ მოუმატო. ერთ მაგალითს გეტყვით. ერთჯერ მყავდა ებრაელის 3 თვე პარტნიორი. პირველ თვეს, როცა $10,000 მაგარი ფული იყო, ჩემ დას რაღაც მივთი, რასაც ვყიდიდით, ჩემ დას ვაჩუქე ერთი. მეორე ვაჩუქე ჩემ ძმას.